ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი კახა მიქაია საკრებულოს დროებითი კომისიის შექმნას და 2009-2013 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაახარჯული თანხების შესწავლას ითხოვს. მიქაიას თქმით, საჭიროა ტენდერების, პროექტების მიზნობრიობის და ხარჯვის ნაწილის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში კი საქმის პროკურატურისთვის გადაცემა. ამასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ კომისიის შექმნას მზადყოფნა გამოთქვა. მიქაიას კი ნაციონალურ მოძრაობაში უკვე უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათი მმართველობის პერიოდში დარღვევები არ ყოფილა. იყო თუ არა ხარჯვით ნაწილში შეცდომები, მიზნობრივად განაწილდა თუ არა ხარჯები და მეორე, კანონიერად და გამჭვირვალედ ჩატარდა თუ არა ტენდერები. თუ აღმოჩნდა აქ დარღვევები, თუ აღმოჩნდა შეცდომები და დანაშაული, მაშინ მე ნებას ვიტოვებ, რომ დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე მე მივმართო უკვე სამართალდამცავ ორგანოებს, პროკურატურას, რათა შეისწავლონ ეს დარღვევები. ჩვენ მივესალმებით, არავითარი პრობლემა არ არის, შეისწავლონ, ყველაფერი გაარკვიონ. ვიდრე ჩვენ სუფთა ხელებით მოვიდა და სუფთა ხელებით დავამთავრეთ ის საკრებულო. არავითარი დარღვევები ჩვენ არ ქონია, რაც შეეხება ტენდერების შესწავლა. ჩვენ 2009 წლიდან დელეგირებული ქონდა გამგეობის და შეისწავლონ გამგეობის საკითხები.